საფრენს უგზაუგლო ჩემი მერანი უგარ მომწყალე ხოლბედი შამი ყორანი გას მერანა შენგენებას არამს აბუბარი დანიავს მიეც ჩემი შავი მოგესალმებით ხალხო, მე ვარ ლუკა, ეს არის საბა და ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომელსაც გვიყვარს და გვაინტერესებს ლიტერატურა. ნუ შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ჩაგვიწერა პოდკასტები და გაგვეზარებინათ თქვენთვის ისეთი რაღაცები, რაც მნიშვნელოვანი გქონია. დღევანდელი ჩვენი ტექსტი არის ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანი. და ნუ უშუალოდ სანამ ტექსტის განხილვაზე გადავალთ, ლიტერატურული და ისტორიულ კონტექსტს. ხო, ისტორიულ კონტექსტს. ისტორიულ კონტექსტს მოვყვები მე. მოკლედ, 1-2 სიტყვით ვთქვათ, რატომ დაიწერა ეს ლექსი, რა წინაპირობები ჰქონდა ქვეყანაში, რა მდგომარეობა და ასე შემდეგ. პირველ რიგში მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ დროს ჩვენი ქვეყანა არის დაპყრობილი მეფის რუსეთის მიერ, ანუ დამოუკიდებლები არა ვართ. ეს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. მეორე არის ის, რომ მთავარი ცენტრალური ფიგურა არის ილია ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიძა. ჩვენ ვიცით, რომ გრიგოლ ორბელიანი იყო ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიძა და გრიგოლის ძმა ილია გახდა, ესე ვთქვათ, ინსპირაცია ამ ლექსის დაწერის. ეს ვიცით თავად იმ წერილიდან, რომელიც 1842 წელს 2 მაისს მიწერა ნიკოლოზ ბარათაშვილმა გრიგოლ ორბელიანს. მოკლედ, ილია ორბელიანი, რომელიც იყო 2 წლით უფროსი ნიკოლოზ ბარათაშვილზე, სხვაობიდან გამომდინარე, აი ამ ასაკობრივი სხვაობიდან გამომდინარე, მათ ჰქონდათ უფრო რაღაცა მეგობრული ურთიერთობა, ვიდრე რაღაცა ბიძას და ძმისშვილ დიშვილს შორის შეიძლება რომ იყოს ამ შემთხვევაში დიშვილს. ამიტომ განსაკუთრებული ემოციური კავშირი ჰქონდა ილია ორბელიანთან. ამის ესე ვთქვათ, დასტურად ლუკა მოგვიყევი ის ისტორია, რაც ესე ვთქვათ ცნობილი დუელის ამბავია რა. სასაცილო ისტორია. ნიკოლოზი და მაგის მეგობარი ილიკოს ეხუმრებოდნენ, ძალიან მწარე ენა ჰქონია ნიკოლოზ ბარათაშვილს და გაბრაზებულმა ილიკომ ბარათაშვილის მეგობარი გამოიწვია დუელში. ის კაცი არ გამოცხადდა ამ დუელში და შესაბამისად ილიკომ გადაწყვიტა, რომ ნიკოლოზი გამოიწვია დუელში. როცა გამოიწვია, დათანხმდა ცხადია ნიკოლოზ ბარათაშვილი, ამაყი კაციც იყო და სეკუნდანტები, ვინც წაიყვანეს, გადაწყვიტა სეკუნდანტება, რომ არ გვინდა რომ ერთმანეთი მოკლან ილიამ და ნიკოლოზმა და შესაბამისად ფუჭიტყვეები ჩაუდეს თოფებში. პირველად ილიკომ რომ გაისროლა მაღლა ნიკოლოზ ბარათაშვილისთვის არ დაუმიზნებია, რომ დაუმიზნა და გაისროლა, ტყვი არ გავარდა და ამაზე გაბრაზებულმა ილიკომ მოითხოვა, რომ ხელახლა დაეტენათ თოფი. ხელახლაც ფუჭიტყვით დაუტენეს და კიდევ აღარ დაუმიზნა ნიკოლოზ ბარათაშვილს ზუსტად, ისევ საში გასროლა და რომ გაისროლა, ნიკოლოზ ბარათაშვილმა გულზე ხელი დაიდო და წაიქცა. ილიკო ვითომ მოვკვდიოს ამბავი იყო და ამაზე ილიკო გაბრაზდა ეს აღშფოთდა როგორ მოვკალიო ჩემი ბავშვობისა ჯერ ჩემი ნაცრავი და ბავშვობის მეგობარიო და მივარდა და ხელებს უფათურებდა ესე და მე მოისმა ჭრილობას ხო უშინჯავდა მართლა მოკლათვანაც აფხიზლებოდ რა საკეთებ და არ ვიცი და ნიკო მე ხელებს რო უფათურებდა ნიკოლოზ ბარათაშვილმა უთხრა რომ ბიჭო ჯიბესო მოშორდიო მანდო ქიშმიში მიდევსო და აღმოჩნდა რომ ცოცხალი იყო და ესე გაიხუმრა ილიკო ძალიან მეორეჯერ აღარ გამეცინა თორე პირველზე მართლა გამეცინა ანუ მწარე ენა რო ქონდა მაგის დასტურად მოდი წავიკითხავ წერილს ესე იგი ამას ნაწილს წერილიდან რომელიც გრიგოლ ორბელიანს მიწერა ნიკოლოზ ბარათაშვილმა. ეს არის 1840 ცოტა გადაუხვიეთ, მაგრამ არ აღუშავს. 1841 წელს მიწერილი ორბელიანისადმი. შევიტყვეთ რომ თურმე ფრანციცულს სწავლობ, ანუ ფრანგული სწავლა დაიწყო ისა გვიან ასაკში გრიგოლ ორბელიანმა. და ეგეთ რამეს ეუბნება. შევიტყვეთ რომ თურმე ფრანციცულს სწავლობ, ერთმა ქალმა შემოგითვალა. სპარსულად ნათქვამიაო. 30 წელიწადს უკან რომ კაცი ჩონგურს ისწავლის, საიქიოს დაუკრავს. ანუ რაღაც რო შენი ფრანგული სწავლაო, 30 წელიწადში აცი იმოკვდები და ბარემ საიქიოში ილაპარაკე ფრანგულადო. ანუ კაი ენა ქონდა მოკლედ ამის დასტურად. ეხლა რაც შეეხება მერანის ინსპირაციას. თავად სიცილე არ წამსკდეს მეშინია. თავად ილია შეიპყრო შამილმა, რომელიც როგორც თქვით ამ დროს ჩვენ დაპყრობილები ვართ მეფის რუსეთის მიმართ და ჩრდილოეთ კავკასიაში რაღაცა დაღესტნელები, ჩეჩნები, აი ვინც გააერთიანა შამილმა, ჩერქეზი ხალხიც, ისინი იბრძვიან შამილის მეთაურობით მეფის რუსეთის წინააღმდეგ. სწორედ ილია ორბელიანი, რომელიც იყო მაღალჩინოსანი, ადიუტანტი მეფის რუსეთის არმიის, ის შეიპყრო, ის და მისი 20 ესე ვთქვათ დანაყოფი და ილია ორბელიანის თვალწინ შამილმა თავები დააჭრა მის თანამებრძოლებს.
ილიამ, როდესაც ესე ვთქვათ, ილიას ჯერი დადგა, აქ თავად ნიკოლოზ ბარათაშვილი წერს, რომ თურმე ასეთი რამე უთქვამს შამილისთვის ილია ორბელიანს, რომ ყველანი სიკვდილის შვილები ვართო, ჭეშმარიტად ახლა მეც სიკვდილი მირჩევნია შენს ხელში ყოფნასო. ანუ იგი შამილმა შეატყო, რომ ამ ადამიანს, ამ მებრძოლს არ ეშინია სიკვდილის და იფიქრა ნიკოლოზ ბარათაშვილზე დაყრდნობით, რომ ეს კარგი ოფიცერი უნდა იყოსო და იქნება რუსებმა ჩემს შვილში გამიცვალონო. ანუ რუსებს ყავთ შამილის შვილი ტყვეობაში. ამიტომ შამილი ატყვევებს ილია ორბელიანს, ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიძას და 8 თვე ყავს ტყვეობაში. სწორედ ამ ტყვეობის გამო, ამ დარდის გამო, რომელიც ბიძამისის ტყვეობიდან გაუჩნდა, წერს იგი მერანს. და ეს დანამდვილებით ვიცით, იმიტომ რომ გრიგოლ ორბელიანი ზუსტად ამას ეუბნება. აი რას ეუბნება? წავიკითხავ ახლა ციტატას, რომელიც როგორც გითხარით 1842 წლის 2 მაისს მისწერა გრიგოლ ორბელიანს ბარათაშვილმა. არ ვიცი ეს ლექსები როგორ მოგეწონება, აქ კი ბევრი ცრემლი, ტყუილი და მართალი დაინთხა ამის წაკითხვაზე. რასაკვირველია, იმიტომ რომ ამას ამბობს ილია ტყვეობაში და არა მე. ილიას დაჭერა რომ შევიტყვე, სწორე გითხრა, ძალიან შევწუხდი. ასე რომ 3 დღე გაბრუებული ვიყავ 1000 სხვადასხვა უცნაურის ფიქრებით და სურვილით და რომ ეკითხათ კი ჩემთვის, მეც არ ვიცოდი რა მინდოდა. ბოლოს მესამე დღეს ეს ლექსები დავწერე და თითქოს ამან რაღაც შვება მომცა. და ამ წერილს შიგნით ურთავს მერანის ტექსტს. აი პირდაპირ იწყებს, მაშინ მერანი არ ეკვა, პირდაპირ ესე მირბის მიმაფრენს უგზავნო ჩემი მერანი და მოყვანილია ეს მთელი ლექსი. რა გააკეთა გრიგოლ ორბელიანმა, როცა წაიკითხა ეს ლექსი, ეს ძალიან ცნობილი ამბავია, მახსოვს ჩემი ქართულის მასწავლებელი რომ იყვებოდა, რომ როდესაც ეს წაიკითხა, ესე ვთქვათ, მოწერილი ბარათაშვილისგან ვერ მიხვდა თითქოს, იმიტომ რომ გადაადო და პასუხი არ დაუბრუნებია ამ ლექსზე. რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ცოტათი ტრაგიკული ფაქტია მინიმუმ. და შემდეგ იქ მომდევნო წერილებში 1 წლის შემდეგ წერს, რომ არ ვიცი რით დავიმსახურე უპასუხობა შენგანო ბიძამის წერს გრიგოლს. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესე ვთქვათ, ორბელიანი ვერ აღიქვამს, ეს ძალიან ცნობილი იდეაა, ხო? მოკლედ ეს არის ისტორია, რამაც მიცა ბიძგი ბარათაშვილს დაეწერა მერანი. ახლა უშუალოდ გადავიდეთ, როგორ აინტერპრეტირებენ, როგორა მიღებული, ესე ვთქვათ, ამ ლექსის გაგება ქართულ ლიტერატურულ საზოგადოებაში. მე მგონია მანდ ის დეტალი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვერ წერილში წაკითხული ლექსი ვერ გაიგო ბიძამისმა რა. ხო, ეგ იმ პერიოდში ძალიან ბევრს მეტყველებს და საუკუნეები დასჭირდა ქართულ კითხულ საზოგადოებას, რომ გაიაზრებინათ მერანი რა. რავი, მე მგონია რომ მან უშუალოდ ტექსტიდან ხო უნდა ამოვიდეთ ცხადია და ძალიან ხშირი და ვალიდური ინტერპრეტაცია არის ის, რომ ბედისწერის წინააღმდეგ გალაშქრების მეტაფორა არის ეს ლექსი, ნუ შავი ყორანი ეს არის, ან ზოგის აზრით ეს არის სიკვდილი, ზოგის აზრით ეს არის ბედისწერა, ზოგის აზრით ღვთაებრივი განგება, მაგრამ ყველა შემთხვევაში ამ რაღაცას გაურბის ჩვენი მხედარი და ჩვენი მხედარი მიიწევს, რომ ბედისწერის საზღვრები გადალახოს და მიაღწიოს რაღაც სხვა ადგილს, რომელიც ნუ უსასრულობის იქით არის, როგორც ჩანს რა. როგორია ბედისწერა ამ ლექსში? ბედისწერა ამ ლექსში როგორც აღმოჩნდა ცნობილი ინტერპრეტაციით ბოროტი არის. ხო. და მისი დამარცხება არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეიძლება რომ საკუთარი თავი აღმოაჩინო, ჩემი ინტერპრეტაციით საკუთარი თავი აღმოაჩინო, მაგრამ ბარათაშვილიც აქ იდეაში მაგას ცდილობს, რომ დაძლიოს ბედისწერა, რომ საკუთარი გზა გაიკვალოს რა. რატო აი ეს ბედისწერა უარყოფით კონტექსტში რატო შემოდის ეს მეორე სახის ინტერპრეტაცია? მეგონი ეს უფრო მნიშვნელოვანი ინტერპრეტაცია ამას ცოტა ხანში შევეხებით, მაგრამ აქ მე იქრის ტექსტი რო არის, იქ ძალიან კარგად არის, მის ტექსტი არის დამოვიწყდა. წოწონავაზე, თენგის წოწონავა რეკომენდაცია უნდა გაუწიოთ, თუ ჩვენი აზრი რამე დონეზე მნიშვნელოვანია. თენგის წოწონავას აქვს ძალიან კარგი ანალიზი ზოგადად ქართული ლიტერატურის სხვადასხვა ნაწარმოებებზე და ერთ-ერთი ასეთი არის მერანი, რომელსაც ის განიხილავს. და მოდი ვთქვათ რაღაც 1-2 მნიშვნელოვანი აზრი, რასაც ის ამბობს, რასაც ის წერს თავის წიგნში, რომელსაც თქვენ მწვერვალები შეგიძლიათ იყიდოთ საინტერესო ანალიზი. მოკლედ, პირველი მნიშვნელოვანი არის აი ამ ტექსტში, ანუ წოწონავასთან არის ის, რომ ლირიკული გმირი, ანუ ამ შემთხვევაში მხედარი, მოძრაობს არა იმიტომ, რომ რამეს მიაღწიოს, არამედ იმიტომ, რომ გაჩერება არ შეუძლია. და ამას ადარებს ილია ჭავჭავაძის მგზავრის წერილების ამ მანიფესტს უწოდებს ერთ-ერთ მთავარ იდეას, რომ მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა არის ჩემო თერგო, რაღაცა ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი, ხო? ანუ რეალურად ამ ლექს ამ მხედრის და ამ ცხენის
რაღაცა წინსწრაფვის მთავარი იდეა წოწონავას მიხედვით არის რომ მას უბრალოდ მისი მთავარი აზრი რომ არის ის რომ ის უბრალოდ ვერ ჩერდება. თუ გაჩერდება იქვე დაკარგავს საზრისს. ანუ მოძრაობაში არის მისი იდეა. ამ ლოგიკით ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ რომ მხედრის იდეა და მერნის იდეა არის უშუალოდ გზა პროცესი ჭენებისა და არა დანიშნულების წერტილი სადაც მიდის. იმიტომ რომ ერთ-ერთი ლექსი რომელსაც ადარებენ აი ამ ლექს იქ არის გზა უფრო მეტად ჩემი აზრით. ხო, ეს არის წოწონავას ერთ-ერთი მთავარი იდეა. მეორე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ხო, ეს უმიზნობა, ესე ვთქვათ, მერნის მიზანი მოძრაობისას ჩნდება და უძრაობისას ქრება. მოკლედ ამ იდეას იმეორებს. მთავარი არის, რომ მერანი გაურბის ყორანს. ეს არის არა რაღაცის დაწევა, ეს არ არის მდევარი. ეს არის ის პერსონაჟი, რომელიც გაურბის ყორანს. ანუ შენ მოგზდევენ, შენ ხარ მუდმივ ფორიაქის მდგომარეობაში, მუდმივი ფორიაქის მდგომარეობაში, იმიტომ რომ შენ ხედავ ზურგს უკან საფრთხეს და შენ მან ვერ უნდა დაგეციოს. ამ შემთხვევაში შენ თუ ყორანს განიხილავ როგორც ბედისწერად განიხილავ შენ ყორანს? თავად არა. კაი, დაუშვათ რომ ბედისწერა იყოს. ხო, ბედისწერად დაუშვათ. მაშინ ეს გამოდის არც მე არ განვიხილავ ყორანს ბედისწერად, მაგრამ ბევრი ფილოლოგი აინტერპრეტირებს ასე. თავარი ინტერპრეტაცია არის ეს ხო, რომ რაღაცა სიკვდილია ან ბედისწერა. დაუშვათ ნებისმიერი. ანუ ამ შემთხვევაში მხედარი ლირიკული გმირი გამოდის ის ვინც უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მას არ დაეციოს ეს სიკვდილი ან ბედისწერა. იგი უნდა გაექცეს ბედისწერას და ამ შემთხვევაში მას აქვს უარყოფითი დატვირთვა. და იმიტომ რომ უნდა გაექცეს, მაშინ რატომ უნდა გაექცე? და ამ იდეას სხვათა შორის ამტკიცებს ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება, რომელიც ეკუთვნის ქალბატონ ეკა ვარდოშვილს თავის აკადემიურ ნაშრომში. იგი წერს, რომ იგი შეეხება ფერს, მოყავს ეს კონტრასტი მერანსა და ყორანს შორის და აღნიშნავს, რომ ავტორმა ყორანს ფერი შეუსაბამა და ეს არის შავი, მაგრამ მერანს ვერა. რატომ? იმიტომ რომ ყორანი ეს არის ახსნადი ინტერპრეტირებადი მოცემულობა, ეს არის სიკვდილის ცნება, შავი ფერია, სიშავესთან ასოცირდება, რაღაცა უარყოფითი კონტექსტის მატარებელია, რომელსაც ჩვენ უნდა გავექცეთ, მაგრამ მერანი, რომელზეც ლირიკული გმირი არის ამხედრებული, მასზე ვერ ვიტყვით ეს ცხენი ყავისფერია, შავია, თეთრია, სპეციალურად არ აკონკრეტებს. რატომ? იმიტომ რომ ეკა ვარდოშვილის აზრით, იგი მეტაფიზიკურია, მერანი, ის გამჭვირვალეა, სულისფერია, ეთეროვანია. ეს არის ძალიან მაგარი დაკვირვება, ერთ-ერთი საუკეთესო დაკვირვება ჩემი აზრით ქართულ ლიტერატურათმცოდნეებს შორის. ანუ ყორანს ფერს უსაბამებს, მერანს ვერა და ამიტომ არის რომ მერანი თავისი ბუნებით არის გაცილებით ამაღლებული ყორანზე. სხვა შორის პეგასის ინტერპრეტაციას ყავს მერე ეგ დაკვირვება. ფორმო არსებას იდობ. პეგასი თუ უნდა ყავდეს პეგასი, მაშინ ფორმა უნდა მისცე ამას. კაი. აქ არ აძლევ ფორმას. მოდი ჩავიდეთ ახლა პეგასის ინტერპრეტაციაში. მე ეგ მოვისმინე ლევან ბერძენიშვილთან. ну ცხადია ახლა ლევან ბერძენიშვილი ბერძნულ სამყაროს იცნობს, მთარგმნელია და წაიყვანა ამ მიმართულებით. რატომ არ გამოდის ამ ინტერპრეტაციით თანხვედრა? ჯერ ხო, აი რატო არ გამოდის? ხო, პირველ რიგში რეალურად ბელეროფონტი არის პეგასი, ვინც დაიმორჩილა და ვინც ატარებდა. რეალურად ბელეროფონტი პირდაპირ ილაშქრებს ღმერთების წინააღმდეგ. და აქ პირდაპირ გალაშქრება არ არის პირიქით, ანუ მათ საპირისპირო, ანუ ღმერთებს ვეძახით ყორანს, ან სიკვდილს, ან ბედისწერას, რაც კიდე დავარქვათ, იდეაში ძველი ბერძნების ან ძველ საბერძნეთში ღმერთებს რაც ეძახიან, იმას ჩვენ თანამედროვეობაში უბრალოდ ბედისწერას ვეძახით. თუ ბელეროფონტი პირდაპირ მათ შესაბრძოლებლად მიდის, აქ ხედარი საპირისპირო მიმართულებით მიდის. კი არ ანუ რეალურად გაურბის კი შეიძლება ვთქვათ, მაგრამ არ გაურბის, უბრალოდ მათ ცილდება. ამ საზღვრების იქით მიდის, როცა ბელეროფონტი ებრძვის, ეს საზღვრებს იქით გადადის რა. ანუ ბელეროფონტი კონკრეტული მიზნისკენ მიისწრაფვის, შენ ამბობ, მას აქვს კონკრეტული მიზანი, რომელიც უნდა შეასრულოს. ხო, ზუსტად. უნდა დაამარცხოს ღმერთები, ან ბელეროფონტმა პეგასთან ერთად, უნდა ამას ავიდეს, აფრინდეს. ხო, აბი ბედისწერა შეგვიძლია. ხო, რა ბედისწერაზე. ანტიკური ბერძნული უნდა მოიგოს, უნდა ეჭყუბოს და მოიგოს. და აქ მერანმა საერთოდ ჩამოიშოროს ეს ბედისწერა, უნდა გაიქცეს
და მის საპირისპირო მიმართულებით უნდა წავიდეს. ეს ბედისწერა უკან გამოყვება, შეიძლება მოჩხავის, მაგრამ ის მიწევს წინ, მაგრამ აქ მიმართულება მნიშვნელოვანი. აქვს კონკრეტული მიმართულება მერანს? ხო, აი ეგ მან გადასვლა კარგი იქნება, ეხა ეგ მიდავეც, რომ რეალურად აქ მნიშვნელოვანია ის უნდა აღნიშნოთ, რომ ფიქრის ფაზა არის ძირითადად ტექსტის უდიდესი ნაწილი. ხოლო დასაწყისი და ბოლო არის ქმედებაზე ორიენტირებული. ანუ მარტო მირბის მიმაფრენს უგზავნოთ ჩემი მერანი და ბოლო ნაწილშიც იგივე მეორდება. შუაში ყველაფერი არის ფიქრი და მიმართვა. მე ან ცხენთან მიმართვა არის, მერანთან მიმართვა. კი ბატონო. რომ აქ წადი, ეს გააკეთე, ის გააკეთე და ეს ყველაფერი რეალურად რა მიმართულებას იძლევა. ანუ ყოვლის მომცველი მიმართულება არის ეს რა. ანუ ჩემი წარმოდგენით ბედისწერის წინააღმდეგ გალაშქრება თუ ხდება, ბედისწერის წინააღმდეგ იმ გზით უნდა გაილაშქრო, რომ მთელი სამყარო მოიარო და საბოლოო ჯამში არსად არ მიხვიდე. ანუ მთელი სამყარო მოიარო, რომ ბედისწერას გაიქცენ მთელ სამყაროში, მოინახულოს მთელი სამყარო და საბოლოოდ დაჯდე არარაში. რა საჭიროა მთელი სამყაროს მოულა? ანუ თვითონ ლირიკული გმირი მაგას ეუბნება მთელი სამყაროს მოვას მოუწოდებს. რომ გადაიარეკდენი და გადაიარე, ხო. და აქ თან მნიშვნელოვანია ის უნდა ის არის აღსანიშნავი, რომ აქ გაირბინე არ არის, ანუ მიწაზე გაიარე არ არის. გაფრენის ელემენტი უფრო მნიშვნელოვანია. იდეაში ამიტომ ადარებენ პეგას, რომ გაფრენის ამბავი იგონია. ხო, ბერძენიშვილმა თქვა, რომ ფრთები აქ რეალურად ამცხენსო და ის მიფრინავს და არა მიაჭერებს. ეგ ინტერპრეტაციაც მესმის და თან უდასტურებთ მაგათი ის, რომ არ მიაჭერებს, მიფრინავს, მაგრამ ხო, და სამყაროს მოვლის იდეა ეგ მგონია მე ზუსტად მაგას ეუბნება, რომ ყველაფერი აბსოლუტურად რაც არსებობს. არ არსებობს რაღაც ბუნებითი მოვლენა, ან რაღაც საპირისპირო მოვლენა, რომელსაც არ მოიცავს მერანი. შეძახილის თუ გაყვება ცხადია. ზღვაზეც გავა, მთაზეც ავა, კლდე, ქარი, ყველაფერი აბსოლუტურად. სტიქიური მოვლენები და ბუნებრივად. პეგასის იდეას, რომ ის მიფრინავს, ეწინააღმდეგება ნესტან რატიანის ერთი ესე, სადაც ის ესე ვთქვათ ლექსის რითმულ წყობას, როცა ბარათაშვილი იმეორებს ერთი და იგივე ერთსა და იმავე სიტყვებს მირბის მიმაფრენს უგზავნოთ ჩემი მერანი, ამით იწყება, ამით მთავრდება შუაშიც არის ერთი თუ სწორად მახსოვს. რეალურად ნესტან რატიანი ამას ადარებს ცხენის ჭენების რიტმს. კონკრეტულად აი წავიკითხავ. ის ტრიქონები, რომლებიც მეორდება, რომელიც ახლა თქვი, ერთგვარი დრაივის ფუნქციას ასრულებს. გამეორებული, გამოყენებული სიტყვები ქმნიან რიტმს, რომელიც ფლოქვების ხმასავით გაზდევს მთლიან ტექსტს და გადაეცემა მკითხველსაც. ანუ ბარათაშვილის, ესე ვთქვათ, შევაქოთ და ვთქვათ, რომ ოსტატობა არა მარტო ჩვენ რო ვაქებთ არ ჭირდება ჩვენი შეხება, მაგრამ ხო ცხადია, ჩვენ შევაქოთ. ანუ ოსტატობა იმაში მდგომარეობს, რომ არა მარტო აზრობრივად არის ეს ლექსი მნიშვნელოვანი, არამედ იმ კუთხითაც, რომ მისი ენა, მისი პოეტური წყობა ემთხვევა ლექსის შინაარსს. რეალურად კარგი ის არის, კარგი ინტერპრეტაცია. ან შეძახილს უფრო ამძაფრებს. კი, ანუ შენ ასე ვთქვათ, არა მარტო თვალით, არა მარტო გონებით, არამედ ყურითაც გესმის ეს რაღაცა ფლოქვების ხმა და გამეორებული რითმა, ხო? კი, ძალიან მაგარი ის არის, დაკვირვება. ეს კლასიკური ინტერპრეტაცია კი გასაგებია, მაგრამ მე ვთქვათ, არ მგონია, რომ სიღრმეს წვდება ლექსისას. კლასიკურ ინტერპრეტაციაში კიდევ რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ ყველა ვთანხმდებით იმაზე, არა აქვს მნიშვნელობა შენ კლასიკურ ინტერპრეტაციას იზიარებ თუ არა, ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ლექსის მთავარი ნაწილი არის ბოლოს წინა ხაზები. ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულის კვეთება, ეს განწირული სულის კვეთება და გზაუვალი შენგან თელილი მერანო ჩემო მაინც დარჩება. ეს არის მთავარი ფრაზა, ესე ვთქვათ, ამ ლექსში. და ამას სხვადასხვა ინტერპრეტაციას უკეთებენ, ესე ვთქვათ, ლიტერატურად მცოდნეები. მოდი მე მგონი ნელ-ნელა ჯობია რომ გადავიდეთ ჩვენ ინტერპრეტაციაზე და მერე შევადაროთ სხვა ლექსებს, რომლებიც ძალიან პოპულარულია მერანის კონტექსტში. ჯერ პირიქით ხო არ გავაკეთე. ერთი შენიშვნით გადავიდეთ თქო მაყურებელს. მოუწოდოთ რომ ცოტა დაღურემილები კი ვლაპარაკობთ და ამას ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ კლასიკურ ინტერპრეტაციაზე არ გვინდოდა რომ ენერგია დაგვეხარჯა ბოლომდე, იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვა ლიტერატურის სკოლის წარმომადგენლები ვართ და ის ზუსტად მერანში გამოჩნდა ეს ჩვენი დაპირისპირება. მე დავიწყო? მოიცა.
მე მინდა რომ ერთი ფრაზა წავიკითხო. მე ძალიან მიყვარს ავტორის ცხოვრებიდან ამოსვლა, როცა ტექსტს ვკითხულობ. და ამიტომ მინდა რომ წავიკითხო 1827 წლის თებერვალს ბარათაშვილის დაწერილი წერილი, მან მისწერა გრიგოლ ორბელიანს. და იგი უყვება თავისი ცხოვრების ამბავს, სადაც ეს კლასიკური ინტერპრეტაცია ძალიან კარგად ჩანს მერნის გულისხმობ ბედის წერასთან შერკინების ამბავს. მინდა იმის თქმა, რომ ბარათაშვილს თავად ისეთი ცხოვრება ჰქონდა, რომ მას მოუწია რაღაცა სურვილების დათმობა, მისთვის ბედის წერა შემზღუდავი ფენომენი იყო. და რატომ? პირველ რიგში ის წერს, რომ მას უნდა და ჯარისკაცობა, რეალურად უნდა და სამხედრო სფეროს გაყოლოდა და აი პირდაპირ წერს, ჩემი სურვილი იყო ჯარისკაცობა, იგი მზრდიდა მე აქამდენ და ახლაც ხანდისხან კიდევ შთამომეპარება ხვალმე გულში. მაგრამ რაღა დამიშალა თუ კი ჩემი სურვილი იყო. აი რამ დამიშალა. ჩემთა მშობელთა მიზეზად ეს მომიდეს რომ კოჭლი ხარო და თუ არ ინვალიდის კომანდაში სხვაგან არ მიგიღებენო. ანუ რეალურად მშობლებმა უთხრეს, რომ შენი ფიზიკური მონაცემები არ არის იმ დონის, რომ შენ ამ სფეროს გაყვე და მოდი გავჩერდეთ. მაგრამ აქ მე ხუმრობს, რომ მაშინ როდესაც ფერხი უკვე მქონდა და ფერხი უკეთ მქონდა და კარგადაც მაქვს. ასე რომ ჩემებურად კიდეც ვხტი და კიდეც ვტანცაობ. ანუ ცოტა გაიხუმრა, მაგრამ ხვდება რომ რეალურად ეს ბედის წერა მას თრგუნავს, მის სურვილს ვერ შეასხამს ხორცს, ესე ვთქვათ. მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი თუ კარგი, თუ არ გამომივა ჯარისკაცობა, მივედი ოჯახშიო და ვსთხოვე უნივერსიტეტში მაინც გაგზავნა. რომ თუ შტატს კი ვიყო. ანუ უნივერსიტეტში მაინც ვისწავლიო. ამ დროს მამაც ამ დროს ავად შეიქნა და ავადმყოფი ჩემს თხოვნაზე ასე მეტყოდა. შვილო, ხომ ხედავ შენი სახლის გარემოებასაო, იქნებ მე ვეღარც კი გავაწიო ამ სნეულებასაო, შენ სახლს არ უპატრონებო. ანუ მოდი მე ვკვდებიო და შენ უნდა გადაიბარო ოჯახის საქმე და მოდი დარჩი არ წახვიდე უნივერსიტეტში, ამას ეუბნება. და შემდეგ რას წერს? დავუმორჩილდი ჩემს მკაცრ ბედსა, თუ მცხანდისხან ჯავრით დავაპირვებ ხვალმე მასთან შებმას. ან ჩემი ბედი, ან ჩემი სურვილის აღსრულება. ანუ პირდაპირ ეს კლასიკური ინტერპრეტაცია, რაც არის დაპირისპირება ბედის წერის იდეასთან, მან საკუთარ თავზე გამოსცადა. და მე ძალიან მიყვარს, როდესაც წერლის პირად ცხოვრებაში ნახულობ ეს ვიპოვე და მაგიტომი. წერლის პირად ცხოვრებაში ნახულობ პარალელებს, ამ შემთხვევაში მერანთან იდეალურად ჯდება. კაი, ეხლა დავიწყოთ ჩვენი ინტერპრეტაციები. მე დავიწყოთ შენ დაიწყო. მოდი მოგისმენ, იმიტომ რომ ჩემი რაღაც საფუძვლებში ვეთანხმებით და ჩემი უბრალოდ მე გადათამაშება იმის რასაც. კი ბატონო. ესე იგი. მოდი ბარემ მაყურებელმა რომ კეთილად გაგვიცნოს. ჩვენი სკოლების შესახებ უთხრათ, უცებ. გისმენ. რომ საბას სკოლა არის, რომ წერალი ცოცხალი უნდა იყოს, ან ტექსტი რო განიხილა, მნიშვნელოვანი არის წერლის კონტექსტი. ხო, წერლის კონტექსტი აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. ანუ რეალური კონტექსტი, რომელიც ამ ტექსტის დაწერას მოყვა, მნიშვნელოვანია გასათვალისწინებლად. ჩემი სკოლა ხო. დამატებრომა ეს? ოღონდ ეგ არ ნიშნავს, რომ მაგან საზღვარი უნდა მოგწეს და არ გავწეს. ანუ კავკას რო კითხულობ, მარტო მამის და შვილის დაპირისპირება არ უნდა ვიქვა და უნდა ვიქვა, ხო. მარტო ან ფუძედ იღებთ უბრალოდ იმას რა. არ უნდა აუარო გვერდი. ხო, ეგ მესმის. კი ბატონო. ანუ მნიშვნელოვანი გავლენას ახდენს. ხო, შენ რისკ წამს ეგ გითხარ. მე წამს იმისი, რომ საერთოდ მნიშვნელობა არ აქვს მწერალს. მწერალი უნდა მოკლა. იმისთვის რომ ტექსტი აგიქვა სრულად რა, მე მერიშელის სკოლის მომხრე ვარ. როლან ბარტი უფრო სწორი იქნებოდა მის ეს თუ გავითვალისწინებთ, რომელსაც ქვია ავტორის სიკვდილი და ეგეც მნიშვნელოვანი ტექსტი არის ჩვენ ქართულად ნათარგმნია სოთაშორის ფრანგულიდან. კი. ინგლისურად. არილზე არის, არილის საიტი. ეკოც ნათარგმნია? ეკოს რომელი? რა ქვია და იცი, აუ ეგ ძალიან კაი ტექსტია. ახალგაზრდა ნოველისტის არა, ეგ არ არის. არა, ეგ ინგლისურად ძალიან კაი ტექსტია. წაიკითხეთ აუცილებლად და ხოლმე ჩემი სკოლა არის ეგეთი, რომ მწერალი კლდება და ამის საფუძველს მას დევს ის, რომ ტექსტი აუცილებლად უნდა გაცდეს მწერალს. ტექსტი თუ მწერლის ფარგლებში დარჩა, ის ტექსტი ვერ იქნება დიდი ტექსტი. ხო, ოღონდ მაგაში მე არ გეწინააღმდეგე. ხო, მაგრამ ესმის ეგ. უბრალოდ შენ ივიწყებ. მე ვივიწყებ საერთოდ. იმიტომ რომ ამ ტექსტი თავისით მიმიყვანს, სადამდეც მისაყვანი ვიქნები რა და არ მჭირდება. კი ბატონო, აი ეს რაღაცა შენი შეუსაბამოა ჩემი აზრით ჩემს მემარჯვენე იდეოლოგიასთან, მაგრამ კარგით. მე პირიქით არის, მე ადრე უფრო მემარცხენეობა მიზიდავ და მაგრამ ეგრე გამოვიდა რომ ეხა მემარჯვნე ვარ, შენ მარცხნივ. კაი, მოდი მე გეტყვი ეხა ჩემ როგორ მესმის მე ბარათაშვილის მერანი. პირველ რიგში მე თქვენ მერანის
მერნის შესახებ YouTube-ზე რომ მოიძიოთ, თითქმის ყველა ვიდეოში, განსაკუთრებით ეს ლევან ბერძენიშვილს ახასიათებს, რაშიც მე ვეთანხმები, არის ის რომ პარალელი მთავარი, ესე ვთქვათ, წინაპარი ამ ლექსისა არის ვეფხისტყაოსანი. ოღონდ ეს იდეა ხდება ანტი-იდეა იმისა, რაც მანამდე იყო წარმოდგენა მერანზე. მერანზე მანამდე იყო ეგეთი დამოკიდებულება, რომ ნიკოლოზ ბარათაშვილის მერანი ძალიან ქავს პოლონელი ავტორის ადამ მიცკევიჩის ლექს ფარისი, რომელიც ყველა ლიტერატურათმცოდნე მიცის, რომ ეს ორი ლექსი ძალიან შედარებადია, ძალიან ბევრი წერს ამაზე და ასე შემდეგ. მოდი რამდენიმე ჯერ ეს ფარისი მოვითაოთ და მერე გადავალ მე ვეფხისტყაოსანზე, ოკეი? კაი. პირველი ესე იგი ეს ლექსი დაიწერა 1828 წელს, გულისხმობ მე იმას ფარის, მიცკევიჩის ფარის. ფარისი არაბულად ნიშნავს მხედარს. და ეს არის ლექსი, რომელიც მოგვითხრობს ესეც პირველ პირში ამხედრებული, ესე ვთქვათ, რაინდი მხედარი უდაბნოში, ბედუინი, ასე მოიხსენიებს ზუსტად მიცკევიჩი, ბედუინი მიქრის უდაბნოში და იქ ხდება ზუსტად ისეთი თავგადასავლები, მაგალითად შემოხდება ჩიტი, იქ ნახავს მის წინ მაქამდეს, იქამდე, სანამ ის გზას გაივლიდა, ვინც გაიარა ის ხალხი არის იქ მკვდრები და ბოლოს მოკლედ დაასრულებს ამ გზას. ეს დასასრული ცალკე ინტერპრეტირების ამბავია, არ ვიტყვი ახლა რას ნიშნავს, იმიტომ რომ ძალიან შორს წაგვიყვანს. მოკლედ, ანუ შინაარსი თითქმის იგივეა, ცხენს მიაჭენებს მთავარი პერსონაჟი და მერე ყვებად რა შემოხდება გზაში. მაგრამ მოდი ჯერ მსგავსებები ვთქვათ. პირველი მსგავსება არის, რომ ორივე ცხენზე ამხედრებული მხედარია. მეორე, ორივე სტიქიურობით აღბეჭდილ გარემოში მოძრაობს. ანუ რაღაცა სტიქიური მოვლენები ხდება. ბედით განსაზღვრული რეალობა ორივესთვის მიუღებელია, ორივე დაუმორჩილებელია. ეწინააღმდეგება სიამაყიდან გამომდინარე ალბათ აი ამ ბედს. კიდევ მსგავსია სტიქიური მოვლენები, ქარი, სიცხე, კლდეღრე, ასე შემდეგ. საერთოა ბუნების ერთადერთი პოზიტიური სახე. ეს არის ვარსკვლავი. ყორანი და ძერა. ამ შემთხვევაში ბარათაშვილს მოსდევს ყორანი, ანუ ფრინველი ორივეგან არის და იქ არის რომ ბედუინს შემოხდება ფრინველი ძერა, რომელსაც საერთოდ სხვა დატვირთვა აქვს. ეხლა რა განსხვავებაა მათ შორის? ესე იგი, ყორანი ბარათაშვილთან გმირის მოძრაობის განმაპირობებელია და იგი მისი შესაძლო მესაფლავეცა. ჩვენ ვთქვით, რომ ესე იგი, ეს გაქცევის აქტი არის მნიშვნელოვანი ბარათაშვილთან. ანუ იგი გაურბის ყორანს, მაგრამ მიცკევიჩთან ეს ასე არ არის. საერთოდ არ არის მთავარი მოქმედი გმირი ამ შემთხვევაში ფრინველი მიცკევიჩთან. მიცკევიჩთან არის უფრო უდაბნო, ამ უარყოფითი კონტექსტის მატარებელი, ანუ სიკვდილის მეტაფორა, რაცა გაუდაბნოება ხო სიკვდილთან ასოცირდება. და აქ მიცკევიჩთან არის რომ ერთი ეპიზოდი გამოჩნდება და ის უფრო რაღაცა ბედუინის ოპტიმიზმის წინააღმდეგია. ამ ფრინველს მიცკევიჩთან აქვს გაფრთხილების ფუნქცია. მე ჩემი გითხარი პერსონაჟია. აი დაახლოებით ესე. და ბარათაშვილთან ეს აბსოლუტურად საწინააღმდეგო არის, უფრო დიდი მნიშვნელობისაა. მიცკევიჩთან უფრო ბედუინი უდაბნოს შეპირისპირება, ბარათაშვილთან არის მერანი ყორანი. აი ეგრე. თან ამდის მნიშვნელოვანი, რომ ბარათაშვილთან იმ გზაზე არავინ დამდგარა აქამდე, რომელ გზაზეც მერანი მიდის. და აქამდე ამ უდაბნოში ის რაღაცა ვიშინია ქვია, მომთაბარეები გადაადგილდებიან, ხო შეხვდება არა იქ მკვდრები. ანუ ამ გზას ვიღაცა დადგომია და ბედუინის გზაზე ვიღაცეები ქართული რომ შეგვისწავლენ ვიღაცები და ყოფილა ბევრი ხო, კაი, ხა ძალიან წავიდეთ ხო, ყოფილან, მაგრამ მერნის გზაზე ის პირველი და ეს არის ამოსავალი წერტილი ლექსის. და აი ამას ამბობენ, ბევრი ამას ამბობს, რომ რეალურად ფარისი იყო ინსპირაციის საგანიო ბარათაშვილისთვის. იმიტომ რომ წაკითხული მართლა ჰქონდა და იდეა მართლა გავს. მაგრამ რეალურად ჩვენ და ეს არის აი ბერძენიშვილი რასაც ამბობს, რომ ეს არის რაღაცა ვეფხისტყაოსნის გაგრძელება, ეს რეალურად არის პავლე ინგოროყვას იდეა, რომელიც მიმოიხილავს თავის წიგნში, რომელიც უფასოდ დევს ინტერნეტში, მთლიანად ბარათაშვილის ცხოვრებასა და პოეზიას. და კონკრეტულად იმ ნაწილში, რომელშიც იგი მერანს განიხილავს, უშუალოდ ამ ლექსს, იგი ავლებს, ანუ ინგოროყა იყო პირველი, ვინც გაავლო პარალელი ვეფხისტყაოსანთან.
მერანსა და ვეფხისტყაოსანს შორის. და აქვე ფრჩხილებში წერს, რომ თურმე საუბარში გავიგე, რომ პოეტ სიმონ ჩიქოვანსაც იგივე შენიშვნა ჰქონიაო, იგივე შეუნიშნავს სიმონ ჩიქოვანსაც. კარგი. ეხლა მოვიყვანოთ ვეფხისტყაოსანსა და მერანს შორის მნიშვნელოვანი მსგავსებები და შემდეგ განმოვითარებ ჩემს ინტერპრეტაციას, იმიტომ რომ მე ვარ ინგოროყვას სკოლის ბანაკში. კაი, პირველი მსგავსება არის, რომ უშუალოდ ცხენის და მხედრის იდეა, ეს არის რაღაცა შუა საუკუნეების რაინდული ეპოსის თემა, რომ ეს არის რაინდი, რომელიც არის ცხენზე ამხედრებული და რაღაც თავგადასავალში მიდის, ხო? და პირდაპირ ვეფხისტყაოსანი იყენებს სიტყვა მერანს, რაღაც ანაზდად მოყმე გამოჩნდა, კუშტი პირგამქუ შავია, ზედან ჯდა შავსა ტაიჭსა, მერანი რამე შავია. ან მეორე, ტაიჭი მიუქს მერანსა მიეფინების მზეველად. ანუ ეს მერნის თემატიკა ინსპირაციად შეიძლება აიღოს. შეიძლება კი რა, ჩემი აზრით აუცილებლად აქედან აქვს აღებული. მეორე მნიშვნელოვანი მსგავსება არის და მთავარი მსგავსება არის ის რომ ბარათაშვილი ავთანდილის პერსონაჟიდან და კონკრეტულად ავთანდილის ანდერძიდან, რომელსაც იგი როსტევან მეფეს წერს, იღებს ინსპირაციას. კონკრეტულად რა მსგავსებაა ლირიკულ გმირსა და ავთანდილს შორის. წავიკითხოთ აი ეს 4 ხაზი. თუ საწუთრომან დამამხოს ყოველთა დამამხობელმან, ღარიბი მოვკვდე ღარიბად, ვერ დამიტიროს მშობელმან, ვეღარ შემსუდრონ დაზრდილთა და ვერცა მისანდობელმან, მუნ შემიწყალოს თქვენმანვე, გულმან მოწყალე მობელმან. ვერ დამიტიროს მშობელმან არის ძალიან დიდი მსგავსების, ძალიან მსგავსია, იმიტომ რომ პირდაპირ აქედან იღებს შემდეგ იმ ფრაზას, რასაც ლირიკული გმირი ამბობს მერანში. და ეს არის კონკრეტულად ეს ეპიზოდი. როცა იგი ამბობს, ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის, ნუ დამიტიროს სატრფო მგულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის. ანუ რეალურად და ჩემი აზრით, უпростоრედ პავლე ინგოროყვას აზრით, ლევან ბერძენიშვილის აზრით და ბევრი ქართველი ლიტერატურად მცოდნის აზრით, მერანი არის ის ტექსტი, რომელიც არის ინსპირირებული არა მიცკევიჩიდან, არამედ ვეფხისტყაოსნიდან. ეხლა მე რას ფიქრობ, მოკლედ ამ ლექსის შესახებ. დატვირთვა. როგორი გვაქვს? პირველ რიგში მე ვთქვი, რომ ავტორი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოების განხილვისას. ჩემი აზრით, ეს არის თანამედროვეობის ქართული საზოგადოების იყო და არის ყველაზე აქტუალური ლექსი. იმიტომ რომ მე ამ ლექსს განვიხილავ მკაცრად ნაციონალისტურ კონტექსტში. ჩემი აზრით, ეს ლექსი არის ღერძი ქართული სულის თუ ასეთი ფენომენი არსებობს განვითარებისა. ანუ მერანი რო გამოაცალო, ჩემთვის არ არსებობს ქართველობის იდეა. ანუ ნაციონალიზმის კონტექსტში დამყავს. ეხლა როგორ? დავიწყოთ ვეფხისტყაოსნით. ვეფხისტყაოსანში ავთანდილი როგორი პერსონაჟია? ის არის რაინდი, ის არის მხედარი, რომელსაც აი რო კითხულობ, ავტომატურად ხვდები, რომ ეს იმდენად ძლიერია, ეს იმდენად იდეალური პერსონაჟია, რომ მისი გზა ავტომატურად მოიაზრებს გამარჯვების იდეას. ანუ ის თავის ანდერძში, რომელსაც წერს როსტევან მეფეს, იქ რო წერს, რომ მე თუ მოვყვდი ესა და ეს ქენი, შენ როგორც მკითხველი, მან ხვდები, რომ იმ მომდევნო გვერდებში, რომელსაც წაიკითხავ, ავთანდილი შეუძლებელია მოკვდეს. ის აუცილებლად გაიმარჯვებს, იმიტომ რომ ის არის რაინდი. ის არის იდეალი ქართველი პერსონაჟისა. ეს არის ის პერსონაჟი, რომელზეც ოდესღაც საქართველოს ოქროს ხანაში, ლიტერატურულ ოქროს ხანაში თუნდაც საუბრობდა ქართული ლიტერატურული თანამედროვეობა. გადმოვედით მე-19 საუკუნეში ბარათაშვილთან და დავაკვირდეთ, როგორ იცვლება ქართული ლიტერატურა. მე ვთქვი, რომ ამ დროს ვართ მეფის რუსეთის მიერ დაპყრობილები, არ გვაქვს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ეს ერთი. მეორე, ბარათაშვილი ამას ალბათ ყველაზე მეტად იაზრებს, იმიტომ რომ ეს გამოჩნდა ბედი ქართლისაში, რომ მას 22 წლის ასაკში, ბედი ქართლისა როცა დაწერა, იგი იმდენად სენსიტიურია და იმდენად ახლოს აღიქვამს საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას, რომ ამაზე პოემას წერს და თან წერს ერთ-ერთ ყველაზე დიდ პოემას ამ ქვეყნის ისტორიაში. ანუ ბარათაშვილი, ჩემი აზრით, ამ ქართული ფენომენის
სახეცვლილებას ძალიან ემოციურად აღიქვამს. და რას აღიქვამს? რომ შევადაროთ მერანის ლირიკული გმირი და ავთანდილი. რა განსხვავებაა მათ შორის? ავთანდილი, როგორც თქვი, იმთავითვე მოიაზრებს საკუთარ თავში გამარჯვების იდეას. ის რომ გზას დაადგება, ის აუცილებლად მიაღწევს თავის მიზანს. მაგრამ მერნის ლირიკული გმირი ასე არ არის. არამედ სრულიად საპირისპიროდ ის საკუთარ თავში ატარებს დამარცხების იდეას და ამას ჩვენ ვკითხულობთ ბოლოს წინა სტროფში. ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულის კვეთება და გზა უვალი შენგან თელილი მერანო ჩემო მაინც დარჩება. მე განწირული ვარ როგორც ლირიკული გმირი, ჩემი გზა იმთავითვე დამარცხებისთვისაა განწირული, სამყარო არის ჩემს წინააღმდეგ და მე დავმარცხდები, მაგრამ ეს პოზიტივი რაც არის ამ ლექსში, არის ის რომ მე რომ ამ გზას გავივლი, ვიღაცამ შეიძლება, ვინც მომავალში წამოვა, აი ამ ნაფეხურებს გაყვეს, გზა გაუადვილოს და იმან დათრგუნოს და გაიმარჯვოს ბედისწერაზე. ის უკვე განწირული აღარ იქნება. სხვათა შორის ეს ზუსტად იგივე იდეა, რასაც შემდეგ ილია ამბობს, რომ აწყვო თუ არა გწყობლობს მომავალი ჩვენიაო. აქაც ნაციონალიზმზე გავდივარ. ანუ რა ცვლილება ჩვენ ვიყავით ავთანდილები, იმთავითვე გამარჯვებული პერსონაჟები და ჩვენი გზა უბრალოდ იყო ის მონაკვეთი, რომელიც უნდა გაგვეარა გამარჯვებისთვის. და მე-19 საუკუნეში ჩვენ ვართ დათრგუნული, დაპყრობილი ადამიანები, ერთგვარი კაფკა შემოდის უკვე აქ, მაგრამ ჯერ არ არის კაფკა დაბადებული, ამიტომ ეს უფრო ადრინდელი იდეაა. და ჩვენ უკვე ვხდებით ადამიანები, რომლებიც ვმარცხდებით, მაგრამ იმედი მაინც გვაქვს, რომ მომავალში ვიღაცა გაიმარჯვებს. მოდი გადმოვიდეთ ახლა ჩვენს თანამედროვეობაში. დღეს თანამედროვე ქართული პოეზია რის შესახებ გვიყვება? და მე ამ ჩემს რაღაცა იმაში ინტერპრეტაციაში მინდა ჩავაქსოვო ზვიად რატიანის ნეგატივი. რაზე არის ეს ლექსი, ხო, რას გვიყვება? რეალურად ვეფხისტყაოსანი და მერანი თუ მხედრის პერსპექტივას გვიხსნიან, იქ ავთანდილის ანდერძს რო ვკითხულობთ, იქ პირველ პირში არის დაწერილი. ეს ქენი, ის ქენი, ამას ვიზამ, იმას ვიზამ, ამიტომ წავედი. მერანიც პირველ პირში არის დაწერილი, ის გველაპარაკება. მაგრამ რატიანთან უკვე რაინდები აღარ გვიყვებიან ამბებს. ამბის მომყოლები გახდნენ საზოგადოება. ის საუბრობს პირველი პირის მრავლობით რიცხვში, ანუ ჩვენ. და ეს ჩვენ არის ის ხალხი, რომელიც ჩაკეტილი ფანჯრის მიღმა იმალება, მათ ესმის მიშველეთ და გარეთ არ გადიან. ისინი გვერდით არ უდგებიან მშიერ რაინდებს. ზუსტად ესე წერს ზვიად რატიანი. ვინ არიან ეს მშიერი რაინდები? მშიერი რაინდები არიან ზუსტად შთამომავლები იმ ავთანდილის, სახეცვლილი ავთანდილის მერნის ლირიკული გმირის და მოვიდნენ დღემდე. მაგრამ ლექსის ბოლოს თუ გახსოვთ, იქ უკვე მშიერი რაინდები კი არა, შეშლილი ფანტომები წერია. ანუ ეს მშიერი რაინდები, რომლებიც ალბათ რაღაცა კლდიაშვილი რო აღწერს გაძვალტავებულ ცხენს, ეგეთ ცხენებზე შემომსხდარები იყვნენ, საერთოდ გარდაიცვალნენ, აღარ არიან, ისინი ფანტომებად, სულებად იქცნენ. და თანამედროვე პოეზია, ქართული პოეზია, გვიყვება იმ ქართული საზოგადოების შესახებ, რომელიც სრულიად დაცლილია ავთანდილობის იდეიდან. ჩვენ არათუ იმთავითვე გამარჯვების, არათუ მომავალში გამარჯვების, არამედ ავტომატურად დამარცხებული პერსპექტივიდან ყვებით. ამ პოსტტოტალიტარული პოეზიის იდეაც და საზოგადოების იდეაც ის არის, რომ ჩვენ სამწუხაროდ უკვე დამარცხებულები ვართ. ანუ ქართული შევაჯამებ ახლა. ქართული ნაციონალიზმის იდეას ჩემი აზრით ეს ლექსი იმიტომ ყვება, რომ ქართული ნაციონალიზმი თავისთავად შეიცავს წინააღმდეგობას. მისი მთავარი საყრდენი არის ამბოხებული ადამიანი, კამიუს არ იყოს, რომელიც წიგნს აგერ გვიდევს და ის ერთ-ერთი თავის ბოლოს ამბობს, მე ამბოხებული ვარ, მაშასა და მე ვარსებობ. ანუ ამბოხება არის ამოსავალი წერტილი. ქართული ნაციონალიზმი ზუსტად ეს არის. ეს არის ამბოხი კოლონიალიზმის ჩაგვრის წინააღმდეგ. მერნის ლირიკული გმირი ზუსტად ასე იქცევა. იგი ბედისწერის წინააღმდეგ არის ამბოხებული. და ეხა მოდი შევკრავ მთლიანად. წავიკითხავ პირდაპირ დავწერე და ამას წავიკითხავ. ჩემი აზრით მერანი იმიტომაა ყველაზე დიდი ქართული ლექსი, რომ ის ქართველს მუდამ უტოვებს შანსს მორალური აღდგომისა. მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხნის მკვდარია იგი. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დღეს ნეგატივში ვცხოვრობთ და დღეს რაინდები იქცნენ ფანტომებად, შეშლილ ფანტომებად, მერანი ჩვენ მაინც გვიტოვებს შანსს, რომ ანუ ეს არის ხიდი გადებული ავთანდილობისკენ.
ასევე ქართული ნაციონალიზმი, ან ზოგადად ნაციონალიზმის იდეა, მოდერნისტული ნაციონალიზმი იბადება მე-19 საუკუნეში და მერანი იწერება მე-19 საუკუნეში. ესეც ერთ-ერთი არგუმენტი. და ბოლოს მე საქართველოს აღვიქვამ ქრისტიანული ღირებულებების მატარებელი ერად, მე აღვიქვამ კი არა ალბათ ობიექტურადაც ასეა. არ აქვს მნიშვნელობა წამს თუ არ წამს ქართველს ქრისტესი. კულტურულად და ღირებულებითად ის მაინც ქრისტიანია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ როგორც ქრისტიანულად გვახსოვს, რომ ოდესღაც ედემში ვცხოვრობდით, რაღაცა ძველი აღთქმის მიხედვით და მიზანი სწორედ იქ დაბრუნება, ანუ სამოთხეში დაბრუნებაა, ასევე ყოველ ქართველს ახსოვს, რომ ოდესღაც ჩვენ ვიყავით ავთანდილები და ამ მდგომარეობაში უნდა დავბრუნდეთ. ეს მხოლოდ მერნის გავლითაა შესაძლებელი, რადგან ბარათაშვილმა გაიყვანა ხიდი და გვიშველა, ესე ვთქვათ, მოგცა შანსი უკან დაბრუნების. და ბოლოს ვიტყვი, რომ მახსოვს ჩემი ქართულის მასწავლებელი, რომლის მე ძალიან მადლობელი ვარ, მახსოვს, როცა მიხსნიდა კაცი ადამიანს, ერთ-ერთი პუბლიცისტური წერილი მომიყვანა, რომლის სათაური მახსოვს და ავტორი არა, სამწუხაროდ და ვერ ვნახე. ამ პუბლიცისტური ნაშრომის სათაური არის ასეთი: ავთანდილობიდან ლუარსაბობამდე. და ძალიან კარგი სათაურია და ძალიან დამამახსოვრდა და ზუსტად ამ დაღმასვლას ვხედავ მე ქართულ პოეზიაში კი არა, ხარისხში კი არა, ქართულ საზოგადოებაში და ამ საზოგადოებას ასე აღწერს პოეზია. ანუ თანამედროვე საზოგადოება გამოდის ავთანდილობიდან მერნის ლირიკული გმირის გავლით ნეგატივის ჩვენამდე. ეს არის ჩემი ხედვა ამ ლექსზე. ოკეი. ახლა გამოვუშვი შენ. ხედვისას თქვი ეგეთი რაღაც და ეს ძალიან ჩამრჩა, რომ მერანი ქართული კონტექსტის გარეშეო, ქართული კონტექსტი რომ ამოიღო მერნიდანო, მერანი აღარ იქნებოდა თუ სწორად. მერანი აღარ იქნებოდა. ხო, აი მაგაში საერთოდ ვერ მოყვევი. ისმენ. ანუ ჩემს მნიშვნელობა არ აქვს ბარათაშვილმა რა გავლენით დაწერა ეს ტექსტი. ნუ გავლენა ცხადია მნიშვნელოვანია, მაგრამ რა ჩაიფიქრა მნიშვნელოვანი არ არის ჩემთვის, როცა ვაინტერპრეტირებ ტექსტს რა. სამი მნიშვნელოვანი ამბავი მჭირდება, როდესაც ამ ტექსტს უყურებ. ერთი ამბავი არის ადამიანის ედემიდან გამოსვლის ამბავი, მეორე არის პრომეთეს ცეცხლის ჩამოტანის ამბავი და მესამე მნიშვნელოვანი ამბავი არის ქრისტეს ამბავი. სამივე ცალ-ცალკე რო გავყვეთ და მე დავუკავშირებ აქაურობას რა. პირველი არის ედემიდან გამოსვლის სცენა, ადამი რო ტოვებს ედემს რა. პირველ რიგში ედემი რა არის, უნდა შევხედოთ ამას რა. ედემი არის მარადიული აწმყოს მდგომარეობა. ეს არის მდგომარეობა, სადაც ადამი ბედნიერი არის, ყველაფერი აქვს რაც უნდა, მაგრამ არ აქვს მოძრაობა. ის არის მარადიულად აწმყოში გაჭედილი. და ანუ გასაგებია რომ ბედნიერი, მაგრამ მას მოძრაობის შანსი არ აქვს. შესაბამისად, როდესაც და კიდე აქ მნიშვნელოვანი შარშ რომ უკვდავია და არანაირი პასუხისმგებლობები არ გააჩნია. როდესაც ედემს ტოვებს, მას ეძლევა მოძრაობის შანსი და სურვილიც უჩნდება ამ ყველაფერს მოძრაობას იწყებს, პასუხისმგებლობები უჩნდება, საკუთარი თავის აღქმა უჩნდება და სამყაროს აღქმაც ესე ფართო მასშტაბით უჩნდება რა. ეს არის იქიდან გამოსვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. კიდე აქ მიწერია ეს რაღაც. ადამიანის ამოსვლა სამოთხიდან ადამიანობის გამოხატვა და ამით ღვთაებრიობის დათმობა, ეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის თავისუფალი ნების უტილიზაცია. ანუ ადამი ახერხებს საკუთარი თავისუფალი ნების გამოხატვას იმითი, რომ ედემის ბაღს ტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ ედემის ბაღი არის იდეალური მდგომარეობა. მაინც ამ მდგომარეობაში მისი თავისუფლება ვერ არის გამოხატული. მეორე მნიშვნელოვანი ტექსტი რა ამბავი, რომელიც მჭირდება, არის პრომეთეს ცეცხლის მოტანის სცენა. პრომეთემ დარწმუნებული ვარ და ნუ ყველა ტექსტში ეგრე არის, რომ იცის, რომ ადამიანებს ცეცხლი რომ მოუტანოს, ამ ცეცხლის მოტანის გამო ის დაისჯება. იმას მიაჯაჭვებენ იქ და რაღაცა ყორანი მოჭამს ღვიძლს რა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ირჩევს მოძრაობას, ის ირჩევს ცეცხლის ჩამოტანას და აქ დადებას. და იდეაში ამ სამ ტექსტს იმიტომ ყვები, რომ სამივე ტექსტი ბარათაშვილთან ჩემი აზრით გაერთიანებული არის და ერთ მნიშვნელოვან მოცემულობად გვაძლევს, ხო? პრომეთეს ეს ცეცხლის მოტანა არის ინფორმაციის მოწოდება. ანუ ადამიანის ისეთ მდგომარეობაში ჩაყენება, სადაც მისთვის მოძრაობა არა უნებლიე აქტი იქნება, არამედ გაცნობიერებული აქტი იქნება, იმიტომ რომ ეს ცეცხლი ცოდნა არის, რომელიც მოგვენიჭა და ამ ცეცხლის მოძრაობას. და ახლა ამ ცეცხლის მოძრაობას დავიწყებთ, ეს იქნება უკვე გაცნობიერებული მოძრაობა, ანუ საკუთარი თავისუფალი, ისევ და ისევ საკუთარი თავისუფალი ნების გამოხატულება. და მესამე არის ქრისტეს ამბავი უკვე. აქ უნდა შემოვყვანოთ ქრისტეს ამბავი, ესე რომ ქრისტეს ჰქონდა შანსი დაბრუნებულიყო ედემში. მაგრამ მან აირჩია ტანჯვის გზა. ანუ მან აირჩია რომ ადამიანების ცოდვისთვის წამებულიყო და ეჩვენებინა საზოგადოებისთვის რომ არის გზა, რომელსაც შეგვიძლია დავადგეთ და თუ ჩვენ ამ გზას დავადგებით, საკუთარი ამ გზით ჩვენ მოვინანიებთ ჩვენ ცოდვებს და ვიქნებით საკუთარი თავისუფალი თავის პატრონები და უცოდველები ვიქნებით ამ ყველაფერში რა. უცოდველები ცოტა ძაფრი სიტყვა, მაგრამ თავარი აქ მნიშვნელოვანი აქ ის არის, რომ საკუთარი თავისუფალი თავის პატრონი ხდები რა, როდესაც საკუთარ ცოდვებს ინანიებ. და
ეს სამი რაღაც გვაჩვენა. ანუ შენ ამობ რომ ქრისტეს ბოდიში უცებ შეგეკითხები, შენ ამობ რომ ქრისტეს ედემშიო ეგ კარგად ვერ გავიგე, ანუ საერთოდ რო არ მოვლენილიყო ამ ქვეყნად მაგას გულისხმობ, თუ ედემში დაბრუნების ამბავი როგორ არის ქრისტეს მაგალითზე? ანუ ხო შეუძლია რომ იდეაში ხო შეუძლია რომ უარი თქვას იმაზე რომ მან ორი ამბავია ორი ინტერპრეტაციით შეიძლება თქვა ედემში დაბრუნება რას ნიშნავს. პირველი ის რომ ანუ მიწიერი ბედნიერების მიღება შეუძლია, ანუ მას ხომ მეფობა შეთავაზეს, არა ფული შეთავაზეს, იმდენი ადამიანი მიყვება და მას შეეძლო რომ დედამიწაზე მოეწყო ედემი საკუთარი თავისთვის და ამ ედემში ყოფილიყო ბედნიერი. საკუთარი თავისთვის, ის იდეაში აქ ჩემი აზრით ბარათაშვილი ამ პიროვნულ ედემს ქმნის. პიროვნული ედემის მოძებნისკენ მიემართება იდეაში და მაგიტო აქ ქრისტეს ამბავშიც პიროვნული ედემი უნდა ვიგულისხმოთ, რომ მას შეეძლო დედამიწაზე საკუთარი ედემის ბაგი შეექმნა. სადაც ის ბედნიერი იქნება და არავინ არ დატანჯავდა, მაგრამ იმან აირჩია ტანჯვა. ანუ რეალურად არჩევანი არ დგას. ანუ მნიშვნელოვანია ეს, რომ არჩევანი არც ერთ ამ სამ ადამიანისთვის არ იდგა, არც პრომეთესთვის არ იდგა, არც ადამიანისთვის და არც ქრისტესთვის არ იდგა არჩევანი რა. ეს იყო უნებლიე ცოდნა იმისი, რომ მე აუცილებლად არჩევანი ადამიანში როგორ არ იყო? უნდა შეეჭამა. ანუ მას არჩევანი არ ქონდა შეეჭამა თუ არა. შეჭამა და მორჩა. ანუ მას უნდა რომ შეეჭამა და შეჭამა. ხო და რომ უნდა და ეგ აირჩი. ისევ არჩევანი ეს ჰიპოთეტური არჩევანი კი არის, გასაგებია. მაგრამ ის ფაქტი რომ მას ჭამა უფრო უნდა და ვიდრე არ ჭამა, ცხადია რომ შეჭამდა ეს არჩევანი არა. შენ ახლა მითხარი ექსამიდია მერანში როგორ? ხო და ტექსტი მიყვება ზუსტად მაგას რა. პირველი ტექსტის დასაწყისში, როდესაც ეს ეუბნება რომ გასწი მერანო, ეს არის რომ გამოვედით ედემიდან. ვსიო, ჩვენ დავტოვეთ ედემი უკან. ჩვენ უკან არის და ჩვენ ავირჩიეთ მოძრაობა. მეორე ტექსტი უკვე ცოდნის ამბავი რაც არის და ფიქრის ელემენტი სადაც შემოდის აქ რა. ანუ ტექსტის შუა ნაწილი სულ ფიქრია. არის ეს ცოდნის ამბავი რა. მიწა უნდა გავიაროთ წყალი, უნდა გავიაროთ მთა, უნდა გავიაროთ ჰაერი, უნდა გავიაროთ სტიქიური მოვლენები, იმიტომ რომ უნდა შევიცნოთ ჩვენ ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი უნდა აღვიქვათ, იმიტომ რომ ცოდნა, რომელიც პრომეთემ ამ ცეცხლით უნდა გამოატაროს, ჯერ ეს ცეცხლი ხომ უნდა აღვივდეს. ჩვენ ეს ცეცხლი უნდა დავინახოთ და უფრო დიდი გავხავთ. ამისთვის საჭიროა რომ ყველაფერი მოვინახულოთ, რომ მე ეს ცეცხლი რაღაც წერტილამდე მივიტანოთ. და მესამე არის ის, რომ ეს სულისკვეთება, ანუ ეს განწირული სულისკვეთება გასაგებია როგორც ამბობს, მაგრამ ეს ამბავი თვითონ, რასაც მერანი აკეთებს, უარყოფითად თეორიულად როგორ არ დამთავრდება, მაგრამ უშედეგო არ იქნება, იმიტომ რომ ეს არის ან ქრისტეს ჯვარცმის სცენის გადათამაშება მგონია მერანის ამ კონტექსტში, რომ მე დავუტოვებ სხვას იმ გზას, რომელზეც მე გამოივლის და ეს ადამიანი ამ გზაზე რომ გამოივლის, უკვე რაღაცა იქნება აქ რა. ანუ პირველი არ იქნება ამ გზაზე წამოსველი. მე უკვე ვიარე ამ გზაზე, მე უკვე დავუტოვე რაღაცა და ვსიო, შენ შეგიძლია შემდეგ გამოიარო ამ გზაზე. და მარტო არ ხარ. მე აქ ვარ, ანუ შენთან ერთად ვარ. უпростоად მე ჯერ შენამდე გავიარე ეგ გზა, მაგრამ შენთან ერთად ვარ. და ეგ აქ ნიშნავს. მაგას შეთანხმები. ხო. და ის ქრისტე ვერ გავიგე კარგად. ანუ ის ჯვარცმის ამბავი გადმომაქვს იმასთან რა, რომ სულისკვეთება არ ჩაივლის უშედეგოდ. ანუ მარტო არ ხარის ამბავი რა, ქრისტეს ამბავი მარტო არ ხარის ამბავი. ანუ შენთვის რაღაცები ჩავიწერე, რაშიც არ გეთანხმები. პირველი ეს არის რომ შენ თქვი რომ მოძრაობის შანსი არ აქვს ედემში ადამიანს, სამყაროს განცდა უჩნდება მაშინ როცა ტოვებს და თავისუფლება ედემში ვერ გამოიხატება. რას ნიშნავს თავისუფლება ედემში ვერ გამოიხატება და მოძრაობის შანსი რატომ არ გაქვს 60-ში? აი მაშინ უკუღმა გამოყვები, ჯერ თავისუფლებით დავიწყებ რა. თავისუფლება გამოიხატება მოძრაობაში და ჩემი აზრით თავისუფლება არის მცდელობა საკუთარი ადამიანური მასშტაბის გაფართოების. და ამისთვის საჭიროა მოძრაობა. შენ თუ გეთანხმები მაგაში? ხო, და ეს ჩემი აზრით ადამიანს 60-ში ამის შანსი არ ქონდა ედემის ბაღში ამის შანსი. 60-ის იდეას ეწინააღმდეგება. ხო და არა, იმიტომ რომ ნახე ადამიანი როგორ აღიქვამს მის გარემოს, ამ იდეას არ ეწინააღმდეგება. გასაგებია რომ 60 არის იდეალური მდგომარეობა ადამიანისთვის, მაგრამ უშუალოდ ადამიანისთვის, უშუალოდ იმ პიროვნებისთვის ეს მდგომარეობა იდეალური არ არის. შენ რა იცი ადამიანი? ხო და ანუ ადამიანის ბუნებიდან ამოვდივარ აქ რომ მის ირგვლივ სამყარო მისი არ არის. ამ სამყაროში ის უბრალოდ რაღაცა ჩადეს. რატო გონია რომ ჩაკერებული ადამიანის 60-ში ედემში? ჩაკერებული აბა რა არის? რანაირად არის ჩაკერებული? არა, ნახე ღმერთმა ადამიანი გააჩინა. არა, ჩვენ საუბრობთ ამ მდგომარეობაში, კაცო, ეხა დღევანდელ სამყაროზე კი არ გეუბნები. მესმის, არა, სრულიად მესმის, კაცო და ამბავი ხო ეგეთია, რომ ღმერთმა ადამიანი გააჩინა 60-ში. მორჩა 60-ში რა ედემში. და ეს 60 ედემი არ არის ადამიანის ან ბუნებრივი მდგომარეობა. ეს არის ის მდგომარეობა, რომელშიც ღმერთმა მისი ყოფნა განიზრახა. ეს და არა, ხტები ყველაფერში მოყვები. მე? ხო და შესაბამისად, თუ ეს მისი სამყარო არ არის, ის ვერ იმოძრაობს აქ თავისუფლად, ანუ აქ მოძრაობა არ არსებობს. და მეორე არგუმენტი, რომ მოძრაობა არ არსებობს, არის ის, რომ 60-ში, ანუ ედემში არსებობს მარადიული აწმყო. მარადიული აწმყო გამორიცხავს ახალი განცდების შემოღებას. ანუ
მარადიულ აწმყოში მარადიულად განიცდი ერთი და იგივე მდგომარეობას. ადამიანის ბაღში განიცდი ბედნიერებას სიტყვაზე. ანუ იმ მდგომარეობას განიცდი, რომელ მდგომარეობაშიც იყავი, როდესაც მარადიულ აწმყოში ჩავარდი. შენ მაგას განიხილავ ანუ დაცემულის პერსპექტივიდან და ეგრე არ უნდა განიხილო. შენ უნდა არ გავიხილავ. როგორ არა, იმიტომ რომ შენ ცუდად წარმოაჩინე, როცა ადამიანი ან მარადიულ აწმყოში სულ გრძნო ბედნიერად თავს. და ეგ მაგაზე იდეალური მდგომარეობა არ არსებობს. იმიტომ რომ შენ გგონია, ჩემი აზრით, რომ თუ უბედურებას ჯერ მწარეჭამე, კлау ტკბილიო, თუ ეძებ გემოვნებასაო და ეგ 64-ის ლოგიკა არ არის. ეგ არის აქაური ლოგიკა და აქაური ლოგიკით ნუ განსჯი ედემს. ჩვენ ხო ლაპარაკობთ 64-ის ადამიანზე, არ 64-ის ადამიანზე კი არა, ადამიანზე ვლაპარაკობთ და არა 64-ის მაცხოვარზე. ადამიანზე. ანუ ჩვენ ადამიანის ბუნებიდან გასაგებია და მაგიტო ადამიანის ბუნებიდან უნდა ამოვიდეთ. ჩვენ თუ ადამი გონია პირველ ადამიანად და არა 64-ის მაცხოვრებლად, მაშინ მისი ადამიანურ ბუნებაზე უნდა ვილაპარაკოთ. მარადიული აწმყო გასაგებია და ძალიან კარგი მდგომარეობაა, მე პირიქით კაცო მარადიული აწმყოს ხო და ადამიანური ბუნება როცა შექმნა, ეგ იყო ღმერთმა ადამიანისა. ხო და ეგ რო შექმნა, მაგიტო ადამიანური ბუნება იყო მაშინ. გასაგებია და ეგ რო შექმნა და თავისუფალი ნება რომ მისცა და ამ ადამიანს რომ უნდა და რომ განიცადა უფრო მეტი ვიდრე მარადილ აწმყოში ახერხებდა რაღაცების განსას, მან დატოვა ედემი. ეს არის მთელი მოძრაობის კაი, ანუ შენთვის ეს არის ედემი, რომელიც გამორბის 64-დან და აფართოებს თავის სამყაროს. ხო, აფართოებს თავის ადამიანურ მასშტაბს. მე მგონია რომ ეგ იდეა თავის თავში ეწინააღმდეგება სამყაროს გაფართოება რანაირად შეიძლება თუ შენ 64-დან საკუთარი აღქმა სამყაროს მიმართ. ანუ ადამი ვერ ახერხებდა სამოქის სრულ აღქმას. იმიტომ რომ ის აღიქვამდა მარტო იმ კონკრეტულ მდგომარეობას, რომელშიც იყო, როდესაც მარადიული აწმყო დაიწყო. და მაშინ როდესაც ედემიდან გამოდის, ის ახერხებს სამყაროს განგრძობითად აღქმას, იმიტომ რომ განგრძობითად მოძრაობაში. ანუ შენთვის 64 კი არა და ეს ცხოვრება, ამ ქვეყნიური ცხოვრება არის იდეალური გარემო, როცა საკუთარი თავი გააფართოვო სამყაროსთან მიმართ. თუ მე რა ხარ იდეალური მდგომარეობაა? თუ მე ანუ ადამიანურ კონტექსტზე ხომ ხო, კი, ადამიანურ კონტექსტში თუ მერანი ხარ, ანუ მერანი რამ მერნის ხედარი და მოძრაობ იდეალური მდგომარეობა, იმიტომ რომ ყოფიერების ამაღლების გზაზე დგახარ, ყოფიერებაზე ამაღლების. საითკენ მიდიხარ? უსასრულოდ მიდიხარ, საკუთარი თავის აღმოჩენის გზაზე უსასრულოდ. ხო და ეგ მდგომარეობა 64-ის მდგომარეობა არ არის? არა. ხო და ანუ შენ ინტერპრეტაციაში არ ნახე, იქ ზიხარ და შენი ადამიანური მასშტაბი იცი. იმიტომ რომ მარადიული აწმყვა და იცი რა რას განიცდი, იმიტომ რომ მარადილად ერთ და იგივეს განიცდი. ხო და ეგ არის ადამიანური პერსპექტივა, ბიჭო, მარადიული პერსპექტივით. არა, ადამიანურში გულისხმობა ამ ხორციელი გადმოხედვა, ნო, სულ ანუ მარადიული აწმყვა და 64-ის მდგომარეობა არის, რომ სულ ერთი და იგივეს გრძნով და ესე ხარ და ხარ. ეგ არ არის მარადიული აწმყვა. ოდიშევსი ბედნიერი იყო კალიფსოსთან. არა. რატომ მოდის? ანუ მარადიული აწმყოს აღიქვამდა, რატომ მოდის იქით? ხო და ეგ არ არის ქრისტიანული გაგება, ეგ არის ჰომეროსული გაგება. ესმის მარადიული აწმყვა. ანუ შენ ახლა ჰომეროსის იდეა ჩასვი ძველ აღთმაში და ისე განიხილავ, ეგ არასწორია. ლადეგრი არ ჩამიშავს, მაგრამ სხვა რაღაც ვამბობ რა. ანუ 64-ში ადამიანი როგორ გრძნობს თავს, ბოდიში, 64-ში ადამიანი როგორ გრძნობს თავს, მაგას მიხსნი იმის მაგალითზე, თუ ჰომეროსი როგორ ხსნის მარადიულ აწმყოს. დაახლოებით პარალელს ვავლებ, იმიტომ რომ ოდიშევსიც ღვთაებრიობასთან იყო მიახლოვებული. და რაღაცა 64-ში არა ედემის ბაღში. ედემის ბაღშიც ადამიანი მიახლოვებულია მაგ მდგომარეობასთან. მიახლოვებულია იმიტომ რომ მარადილ აწმყოშია გამოკეტილი. კაი, მოკლედ. მარადილ აწმყოს ელემენტია მნიშვნელოვანი. თქვათ ის რომ შენთვის თავისუფლება ედემში ვერ გამოიხატება, ეგ ჩავიწერე, ჩემთვის აბსოლუტური თავისუფლება ედემში შესვლის მდგომარეობა. მეორე კითხვა. ჩვენთან უცებ განსხვავება ჩვენ ინტერპრეტაციაში არის ის რომ მაგ შენ ინტერპრეტაციით მერნის მიმართულება არის ედემის ბაღი. დაახლოებით ანუ საბოლოო წერტილამდე იდეაში მერანი ედემის ბაღი გამოდის, იმიტომ რომ უსასრულობა ავთანდილობისკენ. ხო, ავთანდილობა. მდგომარეობა, ედემი როგორც მდგომარეობა. კი, ზუსტად. ჩემთან პირიქით ანუ ედემიდან გამოდიხარ, იმიტომ რომ საკუთარი თავის აღმოჩენის გზაზე დადგა. ოღონდ ნაციონალისტურად იმიტომ განვიხილავ, რომ ეგ არის ანუ იმთავითვე დამარცხებული პერსონაჟია ეს. და ამიტომ ედემში ვერ შევა. ხო. გესმის? მაგრამ სხვა სუტოვებს შანსს ზრუნვა სხვათათვის, რაც იმ ხო, არა, ეგ მეშმის, ეგ რო სხვა შევიდეს. ერთი კითხვა მაქვს. ცეცხლი მივიტანო თუ შენ თქვი მერნის მიზანიაო. ანუ მიზანია აქ მერანს? არა. ან ცეცხლს აგროვებ და თუ ოდესმე აღმოჩნდა რომ არსებობს საბოლოო წერტილი, ჩემი ახლანდელი შეხედულებით არ არსებობს საბოლოო წერტილი რა. ეს არის უსასრულო გზა საკუთარი თავის აღმოჩენისკენ, მაგრამ თუ არსებობს ადამიანური მასშტაბი, რომელსაც შეგიძლია მიაღწიო, შენ მე იმ ცოდნას, რომელიც დაგროვებული გაქვს, მიიტან იქ, ანუ იქამდე მიყვება, მთელი ეს გზა რომ მთელი ამ გზის მანძილზე რა ცოდნას დააგროვე, ანუ რა ცეცხლიც აღვივე თუ როგორცა, მე იმ ცეცხლს უკან გამოვაწვდი და იტყვი რომ აგერ ხალხო ამხელა ცეცხლი. აგერ ხალხო ეს არის მნიშვნელოვანი. როგორ დავანთოთ ცეცხლი? თუ ადამიანურ მასშტაბის ბოლო წერტილამდე მიხვალ, შეგიძლია ადამიანებს გამოხედო მე და უთხრა როგორ დაანთონ ცეცხლი. პრომეთეს პარალელი შევედგეთ. კაი, თუ იქამდე ვერ მიხვალ, ვერ შემოუტრიალდები, იმიტომ რომ ნახევარგზით და შემოუტრიალდეს ის. ჩვენ თქვით რომ ეგ მუდმივი გზაა და არა იქ მიხვალ და მე. ხო, ანუ ეგ ამ დღევანდელი ჩვენი გადმოსახედიდან და რაღაც ადამიანების ზოგადი
გამოცდილების განმოსახედიდან ცხადია რომ უსასრულო უნდა იყოს ჩვენთვის ეგ გზა, მაგრამ ხო შეიძლება თეორიულად არსებობდეს ადამიანური მასშტაბის მაქსიმალური წერტილი. ნუ ჩემი აზრით უნდა არსებობდეს ადამიანური მასშტაბის მაქსიმალური წერტილი, რომელიც ეხლა ჩვენ არ ვიცით სადამდე მიდის რა, მაგრამ თუ იარსებებს და მერანი მაგით არ აქვს ბოლო ამას. ხო, ზუსტად. თუ იარსებებს და მერანი იქამდე მივა, მე გამოტრიალდება და ეთქვის რომ ვერ მივა ლექსის მიხედვით. მეც გეთანხმები რომ ვერ არა პირიქით რეალურად ვერ გეთანხმები რომ ვერ მივა, მაგრამ ადამიანური მასშტაბით, ადამიანურ კონტექსტში ვერ მივა. აი მაგითო გეუბნები რომ ავტორი უნდა გაითვალისწინო, იმიტომ რომ პირდაპირ ამბობს რომ განწირულის სულისკვეთებაა, ანუ განწირულია დამარცხებულია გზაზე. მაგრამ შენ როცა ავტორს როცა კლავ, მე უხვევ იმ იდეებს, რაც ამ ნაწარმოებშია მოცემული. ეგ მესმის, მაგრამ აპრიორი არ არის. და ჩემი აზრით ეგ რუბლებში გაგიყვანს და არ ცოტა მგონია რომ ახლოს ადამიანის ჩემთვის ეს ლექსი არის საკუთარი ისევ და ისევ საკუთარი თავის აღმოჩენის გზაზე დგომა, რომელიც რაღაცა ბარათაშვილმა მოახერხა რომ ლექსად ექცია რა, მით უმეტეს იმ ამბების გაერთიანება. საკუთარი თავის აღმოჩენა. საკუთარი თავის აღმოჩენის გზაზე დგახარ. ეს არის ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად სოციალური მოვლენა, სოციალური მოცემულობა ლექსში. ოღონდ არ გულისხმობ რომ ინდივიდუალიზმი იკარგება. გულისხმობ სოციალისტური და შუაში. სოციალურ კონტექსტში მას გულისხმობ რომ ის მერნის სვლა აუცილებლად მოიაზრებს სხვა ადამიანთან დაკავშირებულობას, იმიტომ რომ სხვამ უნდა გამოიაროს ეს გზა. ერთადერთი აზრი არის რომ სხვა გამოივლის მე. ხო, მაგრამ იმ სხვა შენ არ ეხები. არ ეხება საჭიროა შეხება. ხო, არა, მესმის ჩემს პირიქით ანუ ეს მდგომარეობა არის ყველანაირი სოციალურობისგან დაცლა და საკუთარ გზაზე დადგომა. ანუ ჩემი აზრით ადამიანებმა დედამიწაზე მოაწყვეს თავიანთ გემოზე მოაწყვეს ედემის ბაღი და მერანი ამ ედემის ბაღიდან გამოდის. ამბობს რომ მაიცა ეხა გამონებით თავი, მე საკუთარი თავი უნდა აღმოვაჩინო, აი რაღაცა დეკარტის ფილოსოფია, რაც არის რაღაცა ფიხტე რაც ქვია, რაც გამომენა, რომ საკუთარი თავის აღმოჩენაზე ჯერ უნდა წარმოიდგინო რომ შენ ხარ მარტო, და შენი წარმოდგენა არსებობს და მე სხვა ყველაფერი შენი წარმოდგენით უნდა აღიქვა და თუ შენი წარმოდგენის იქით არის, უნდა აღიქვა იმით რომ შენ იქით რო არის, ეგ აღიქვა. ძალიან ცუდად თუ არ დავალაგე? არა, მივხვდი. ხო. ეგ მოძრაობაა რა. ყველა კონცეფცია რაც აგამდე სწონია, იმას უკანტოვებს და მიდის ახალი კონცეფციების აღმოსაჩენად. ნამდვილი კონცეფციების აღმოსაჩენად, რომელიც საკუთარი თავიდან გამომდინარეობს. რომ ისევ და ისევ საკუთარი ადამიანურობის მასშტაბი გააფართოვოს. ოკეი. ეს გონია მე. ჩემთვის არის რომ ეგ იწყება სამყაროს წინააღმდეგობიდან, ის მიდის ამის წინააღმდეგ, ის თავიდანვე იაზრებს რომ დამარცხებულია, მაგრამ ერთადერთი ნათელი წერტილი, რასაც ხედავს ამ გზაში და რაც აძლევინებს ზოგადად ამ გზისკენ სვლას, უბრალოდ გზის გავლას არის რომ სხვა და განწირული სულისკვეთება მაინც დარჩება რა მოკლედ. ან ეს შენთვის ეს ლექსი არის თაობათა ლექსია. ეს არის ღერძი მოკლედ ისტორიული ღერძია რა. უბრალოდ და აი ნახე ვიტყვი კიდე ქრისტეს იდეაში გეთანხმები, აი ეს არის ზვიადი დავწერი აქ და გამსახურდიას ფრაზას გულისხმობ, როცა ის ამბობს რომ ქართველი ერის გზა ქრისტეს გზა, ჯვარცმისა და გარდავალი აღდგომისა. და მე მგონია რომ ეს ლექსი ზუსტად ამას ამბობს. ჩვენი გზა ზუსტად ჩვენ ასე უნდა გავიაროთ, ეს ლექსი რეალურად გვაძლევს შანსს რომ აღდგეთ მკვდრეთით და დაუბრუნდეთ ავთანდილობის მდგომარეობას ლიტერატურულად. და სხვათა შორის მერაბ კოსტავა თავის ჩემი საყვარელი ლექსი არის შენიცი ძმას ქრისტეს მიას, რომელიც ზვიადს დაუწერა და ის ამბობს რომ ავთანდილობა ერთობ ძნელია. ჩემი აზრით ზუსტად ამ იდეას გულისხმობს. ავთანდილობის მდგომარეობაში დაბრუნებას, ჩაგრულის პოზიციიდან ჯანყს და დაბრუნებას ავთანდილობის მდგომარეობაში, რაც ჩემი აზრით მან თავის ცხოვრებით შეძლო. აი ეგ არის ჩემი აზრით მერნის მთავარი იდეა. ხო, მე ქრისტიანობა მერანში მარტო ბოლო ნაწილში შემოყავს, გზას გაუკვალავის ელემენტში შემოყავს მარტო. მაგამდე ხედავ ქრისტიანობის მოტივებს. ხო. საინტერესოა. და მე შეკითხვა მაქვს შენთან ეგეთი, რომ რატო არის არსებობს ქართული მოტივების გარეშე? დავიგიდოთ დროის ისა? ცოტა ხარ ავიგინდის. გისმენთ. ხო, შეკითხვა მაქვს ეგეთი, რომ რატო ვერ არსებობს ქართული მოტივების გარეშე მერანი? ანუ ის ეგ არ მithქვია მე. დაახლოებით ეგეთ რაღაც ხო თქვი, ანუ ქართულ არა, ჩემთვის ამოსავალი წერტილი, ანუ ჩემთვის მერანს, როცა მე წავიკითხავ შენ და ნებისმიერი ქართველი სხვანაირად გაიგებს და ვიღაცა დაუშვათ ამერიკელი, რომლის ისტორიული კონტექსტი საერთოდ სხვანაირად გაიგებს. ანუ ჩემი აზრით ეს არის ლექსი, რომელიც არის წმინდა ქართული ხასიათის მატარებელი რა. მაგის დამსახურება არის ის, რომ ვეფხისტყაოსანზე აგებული თუ ის, რომ ისტორიული კონტექსტი გვაქვს ისეთი, რომ მარტო ჩვენ გვაქვს გამოვლილი. ამის დამსახურება არის ის, რომ ის ერთ-ერთ ბოძად დგას იმ ხიდზე, რაც ქართული ისტორია ქვია. ანუ აი რომ შეუყუდო რაღაცა, რომ ეცემა, ეგ არის მერანი რა.
ჩემთვის ეგ არის ზუსტად ნაციონალური იდეა, გადარჩენის ისტორიაზე დევს, ქართული ისტორიის გადამღერება არის მერანი, ამიტომაც მარტო მაგით გადამღერება ცუდი სიტყვა. დადებითი კონტექსტში მომიგო, ანუ შეჯამება რა. იერარქიულად ცოტა ქვემოწევს თუ გადამღერება. შეჯამება დავარქვათ, მოდი მაშინ გადამღერება. არც შეჯამება არ არის, ანუ ეს არის გარკვეულწილად დაბადება. დაბადებას ვიტყოდი. დაბადება, რომელსაც საფუძვლად, რომელსაც მშობლად ყავს იდეალი. ხო. იდეალია რო ედემის შვილია რა, ედემის შვილობილი მდგომარეობა. მე მაგრამ დასავლურ კულტურაში ხო ნებისმიერ ტერიტორიაზე, ნებისმიერ ლიტერატურაში შეგვიძლია მოვუძებნოთ ის თემატიკები, რომლებიც აქ არის. მაგალითად? რავი, სარეინდო თემატიკები ნებისმიერ კულტურაში შეგვიძლია ავიღოთ, თუნდაც რომანტი შეგვიძლია ავიღოთ, რომელიც ამის გადაწყდა. და ეგ როგორ ეწინააღმდეგება ჩემ? ხო და რატო მე არ მესმის მარტო ჩვენ კონტექსტში რატო ვტოვებთ? იმიტომ რომ რასაც ვამბობ, ანუ როგორც ჩვენ გავიგებთო, ისე სხვა ვერ გაიგებს რომ ვამბობ. ხო. მე მაგის არ მჯერა. მე მგონია რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი დასავლური კულტურის წარმომადგენელი ისევე კარგად ან შეიძლება უკეთესადაც ახერხებდეს ამ რომ ერი დამისახელი. ფრანგიერი გაიგებს? ფრანგ მე-18 საუკუნეში, მე-19 საუკუნეში ფრანგებს რო წაიკითხათ, გაიგებდნენ აუცილებლად. მიცკევიჩის ხალხს რო წაიკითხათ, აუცილებლად ჩვენერად გასაგებია, მაგრამ რეალურად მიცკევიჩი საერთოდ დაცლილია, ხო ამ ამბოხის თემისგან, არა ამბოხის თემისგან არ არის დაცლილი, მაგრამ ის ჩემი აზრით ის ერი, რომელიც იზიარებს საქართველოსნაირ ისტორიას, დაახლოებით გაიგებს მერანს. იმიტომ რომ აი მაგალითად რაღაცა ქრისტიანული კულტურა, ჩაგრული ერი, ის ერი, რომელსაც აქვს გამოცდილება ლიტერატურული, რომელსაც მერანი ეყრდნობა. ანუ ჩვენ რო ვეფხისტყაოსანი არ გქონდეს, ევროპაში მაინც ხო იარსებებდა სარაინდო რომანები. ანუ ბარათაშვილს, რომელსაც შეეძლო რუსულად წაიკითხა რაღაცა სარაინდო რომანი და უშუალოდ შეეძლო რომ იქიდან აიღო ინსპირაცია. ეს უკვე აღარ იქნებოდა ქართული სული. იმიტომ რომ აქ მინიშნება პირდაპირ სიტყვებით არის მინიშნება ავთანდილზე, რომელიც წავიკითხე პავლე ინგოროყვა, მაგიტო იწოლა. ხო, მაგრამ ავთანდილიც ხო დასავლურ კულტურაზე აგებული. დასავლურ სარაინდო პრინციპებზე. ანუ ნახე, განყენებულად ქართულ ნაციონალიზმს ნუ აღიქვამ. ეს არის შეიძლება ვერ დაინახე მე რომ მაგას ხედავ და მაგიტო გიხსნი. ქართული ნაციონალური იდეა არ არის რომ რაღაცა მე ვარ განყენებული ქვეყანა და ასე შემდეგ. ჩვენ პირველ რიგში ლიტერატურულად, ანუ კულტურულად ევროპული სამყაროს ნაწილი ვართ, ხო? მაგიტო იღებს ამ იმას რა ქვია, სიმღერა როლანდზედან კი არ იღებს ინსპირაციას, არამედ ჩვენი რო გვაქვს მაქედან იღებს. უბრალოდ იღებს იქედან, რაც საერთო გვაქვს ევროპასთან. და რეალურად მერანიც საერთოა ევროპასთან. ხო და მანდ უბრალოდ ვერ მოყვები იმაში რომ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, მით უმეტეს დასავლური კულტურის წარმომადგენელი ისევე კარგად ვერ გაიგებს მერანს, როგორც ჩვენ გვესმის. ისევე კარგად კი არა, ისე ისე არ დააინტერპრეტირებს, როგორც ქართველი. ხო, ეგ არა, ინტერპრეტაცია გასაგებია, რომ თავის კულტურიდან გამომდინარე სხვანაირად დაინტერპრეტირებს. კულტურიდან არა, ნაციონალიზმიდან გამომდინარე შენ იმას სხვა ნაციონალური, არა, გაგება იმას კი არ ვიზახე, რომ ქართველი მაგარი ტიპია და მერანს გაიგებს, რომ წაიკითხავს და ფრანგი შტერია და ვერ გაიგებს. უბრალოდ იმის ნაციონალური კონტექსტი, ერი, რომელიც იყო კოლონიზატორი დაუშვათ ჩაგრული იყო თვითონ შეუძლებელია გაიგოს მან რას ნიშნავს იყო ჩაგრული იმპერიის მიერ. აი იმის. ხო და მაგიტო ოღონდ ამ ჩაგრულობას, ამ რაღაცა უიმედობას, რომელიც მომავალი ჩვენიას მოიაზრებს, ჩვენ დავმარცხდებით, მაგრამ იქნებ თქვენ მომავალში გაიმარჯვოთ, ჩვენ მოგმართავს მაგას. ეგ ჩვენ ვართ, ვინც ბარათაშვილის მერე დაიბადა და დაიბადება, რომ თქვენ გაიარეთ ეს გზა, მე გავყვალავ და თქვენ გაიარეთ და იქნებ თქვენ გაიმარჯვოთ. მაგას ნიშნავს ეგ. ეგ ფრანგს ვერ ექნება რა. მე დავეცემი და მომავალში ფრანგო შენ გაია. არა, ფრანგი არის რომ მთავრობა ამას როგორ გვიბედავს, წამოდი რევოლუცია მოვაწყოთ. ქართველი არის რომ გვიპყრობენ და ეხა რა ვქნათ და ავთანდილს მაგას ვერავინ ვერ გაუბედავს, იმიტომ რომ გამარჯვებული პერსონაჟია და მერანი დამარცხებულია, მაგრამ მომავალში გველაპარაკება რომ თქვენ გაიმარჯვებთ და იქნებ ჩემი ხმა გაიგონოთ. მე ვიცი რომ გაიგონებთ და გამოყევით ჩემ ნაფეხურებს. მაგას ნიშნავს. ეგ არის ქართული კონტექსტი. თორე ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ზვიად გამსახურდიასთვის დაწერა და მერაბ კოსტავასთვის დაწერა. მესმის უბრალოდ ვერ. ტიპაჟს გულისხმობ რა. არა, თუ ვერ მომყვება რატომ უნდა გამომყვება, რაც სხვადასხვა აზრზე ვარ. ტექსტი ვერ დამყავს, მე ფიზიკურად გამყავს მაგ იმაში რა, რადარში რო ეგრე უყურო. რეალურად მე მაგიტო მინდოდა მერნის დარქმევა, შენ იმიტომ გინდოდა სხვანაირად ვქრევ. შენ რატო მე მინდოდა, იმიტომ რომ ეს არის მკვეთრად ჯერ შევთანხმდით რომ ქართული სახელი გვინდოდა, რაღაცა არ გვინდოდა დაუშვათ ფრანკენშტაინი რამე ეგეთ დაგვერქვა, ანუ რაც ქართული არ იქნებოდა, ქართულზე რო შევთანხმდით, მე შენი იდეა იყო რომ მერანი და მე სხვა რამის გამო მომეწონა და შენ სხვა რამის გამო და მე იმიტომ მაგრამ ისა უცებ მოდი თქვათ ჩვენი ინტერპრეტაციები და დავყუროთ ვიდეო. ხო, ეგრე გვიწევს რა. გისმენთ მაშინ. ჩემთვის ეს არის ყველაზე თანამედროვე სიტყვა
გამომდინარე ბარათაშვილის ლექსიდან და მგონია რომ ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე საჭირო ლექსია ბარათაშვილის მერანი. იმიტომ რომ როგორც ავხსენი 1-15 წუთის განმავლობაში მერანი ჩვენ გვიტოვებს შანსს რომ იმ სირცხვილიდან რაშიც დღეს ჩვენ ცხოვრობთ ამოვიდეთ და დავადგეთ გზას ლიტერატურულად ავთანდილობისკენ ქრისტიანულად ედემისკენ. ეს არის ჩემი გაგება. ამიტომ მინდოდა მე მერნის დარქმევა, იმიტომ რომ ეს მოიაზრებს იმედს და შანსს, თუმცა ამავდროულად გვანახებს რომ ჩვენ დღეს ვართ ზვიად რადიანის ნეგატივში. ესმის. მე მინდოდა იმიტომ, რომ ჩემი წარმოდგენით ადამიანები ვართ მარტოსული არსებები. ოღონდ ამ მარტოსულობაში ჩვენ ერთად ვართ რა. ერთად მივდივართ, ან მარტო მივდივართ გზაზე, მაგრამ ჩვენთან ერთად თავის გზაზე ვიღაც სხვაც მიდის. და როდესაც იდეა დაიბადა პოდკასტის ჩაწერის, ჩემი პირველი ფიქრი იყო ეგეთი, რომ ადამიანები, რომლებიც მოგვისმენენ, თავიანთ გზაზე მარტოულიან, მაგრამ ჩვენ მათ გზაზე რაღაც წვლილს შევიდანთ. ჩვენ ვაჩვენებთ იმას, რომ ჩვენ გავიარეთ მათი გზა, ან ჩვენც გავივით მათ გზას და ჩვენ ჩვენს პატარა ხო. მარილს დავაკრით მათ მე ლირიკულ მორჩი. ხო, ან ჩემი წარმოდგენით ჩვენ ლირიკული გმირები უნდა ვიყოთ ამ ტექსტის მაყურებლისთვის, რა. ხო და მე მგონია რომ ლირიკული გმირები არიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოს ისტორიაში იბადებოდნენ, მაგალითად ილია ჭავჭავაძე, მერაბ კოსტავა, გამსახურდია და ასე შემდეგ. და მაგ იდეას გამოხატავს. და ამ ჩემ ინტერპრეტაციაში მე ერთი წუთი ჩემ თავს მერნის ლირიკულ გმირად არ წარმოვედი. ძალიან მისმის. იმიტომ რომ ძალიან ამ პარტავნობა გამომივა და რეალურად ვარ მართლა ვერ ხარ. არა, ხო, ახალნამდვილად არ ვართ, მე პიკაცურაზე ალაპარაკი. მაგრამ თბილი ინტერპრეტაციაა ეგ ჩემი აზრით. კი ბატონო. კაი, და ბოლოს დავამთავროთ იმით, რომ ბარათაშვილმა ამ ლექსით იწინასწარმეტყველა მისი სიკვდილი. და ის ამბობს, რომ არ მეღირსოსო ჩემ მიწაზე დაკრძალვაო მოკლედ და მართლა ეგრე მოხდა. ის გარდაიცვალა განჯაში. ის შემდეგ გადმოასვენეს ილია ჭავჭავაძის დროს, სიტყვას წარმოთქვა გადმოსვენებისას დიდუბის პანთეონში და საბჭოთა დროს იგი 30-იან წლებში გადაასვენეს მთაწმინდაზე იქ, სადაც ის ნამდვილად იმსახურებდა ყოფნას. ამიტომ ძალიან სიმბოლურია რომ ის მთაწმინდაზეა დაკრძალული და ამ ლექსით მან დაგვიტოვა ის მესიჯი რომ ჩვენ შეუდგეთ მოგახოთ ჩემ ინტერპრეტაციას თავს ჩვენ ვიაროთ ავთანდილობისკენ თითოეულმა ვეძებოთ ჩვენს თავში ავთანდილები და იცოდეთ რომ მაგ ძებნაში მარტო არ ხართ და უცებ ერთი მას ვიხდია ილიას დაკრძალვის წინ არ იცოდნენ რა ეთქვათ იმას ბარათაშვილზე და ბარათაშვილზე რა შეიძლება ვთქვათ და ბოლოს მაინც ბარათაშვილის სიტყვები თქვეს საკუთარ თავზე ათქმევინა კაცრად არ ვიტყვი რა თქმა უნდა აი ეგ მოძებნონ თვითონ აი ბევრი გამოგვივიდა მაგრამ დავემშვიდობოთ კარგად ხალხო მომავალ შეხვედრაზე Foster my horse, river is close behind me. Foster my horse, high on the coast, Caucasian mountains surround me.